ეს არის ჩემი ძაფებით, საქსოვით ძაფებით გაკეთებული ნუხი, რომელიც გამოვიდა ძალიან ლამაზი, გავუკეთე ჩემ პრინცესას. ეს უზორი ავირჩე, რადგან შპალერი ბავშვის ოთახში ერთ კედელზე არის ზუსტად ყვავილებიანი, ამიტომ ძალიან შეერწყა. თავიდან ეს მწვანეს მაგალითად მინდოდა ნაცრისფერი, მაგრამ არ მომეწონა, მოარღვე და საბოლოო ჯამში გავაკეთე ვარდისფერი. ეხლა გაჩვენოთ, ვინაიდან ძალიან ბევრმა მთხოვა და მეკითხებოდა თუ როგორ გავაკეთე და რა მასალებით გავაკეთე, მოკლედ გაჩვენოთ თუ რა მასალით გავაკეთე და როგორ გავაკეთე. ძალიან ადვილია, უბრალოდ შეგვიძლია. აი, მაქვს ეს აბაზანის დასაფენი, რომელიც მე მინდოდა ესე ჩვეულებრივი თეთრი და ეს კაი, იმიტომ რომ არ ისრიალებს პარკეტზე და ნებისმიერ ძირს საფარზე. აღმოჩნდა ესეთი, ამიტომ გამოვიყენე თვითონ ეს უზორი და ბარემ გავაკეთე ეგეთი ყვავილები. თუ თქვენ მხოლოდ ესეც იპოვეთ, ესენი გადასაჭრელი იყიდება და ღირს 7 ლარი. თუ თქვენ უბრალოდ სადაც იპოვეთ, აუცილებლად დახაზეთ და გააკეთეთ ჩანახაზი, ვინაიდან მე აგერევად, ჯობია თავიდანვე იყოს დაგეგმილი თუ რას როგორ აკეთეთ. ან ეს როგორ იყიდება, ეს არის მთლიანი განი, მეტი განი ამას არ აქვს. და თქვენ უნდა და ესე იჭრება, ანუ ესე იყიდება განზე. მე ვინაიდან აი უყურეთ ეს ყვავილი დამჩანახევარი და არ მომეწონა ესეთი ყვავილები, მე აქ მაქვს გადაკერილი, მაგასაც გაჩვენეთ, მაგრამ წინდან არ ეტყობ. ანუ ეს რაც შეეხება დასაფენს. ეხლა რაც შეეხება პომპონებს. ესე იგი გამოყენებული მაქვს მე ეს ძაფი, რომელიც არ ვიცი რა ძაფია სიმართლე ვთქვათ, არის ცოტა სქელი, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძაფის სისქეს. და ყვავილები და ბალახი მაქვს ალიზე ლანა გოლდით გაკეთებული. ეს არის ჩემი პომპონების გასაკეთებელი, საიდან მაქვს არ ვიცი, დიდი ხანია რომ მაქვს. თუ თქვენ ესეთი აგებთ, ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხერხი პომპონის გასაკეთებლად. და თავიდან მე ვითვლი, მაგრამ ვინაიდან ძალიან შრომატევადია და ფიზიკურად ვერ დავითვალე ხოლმე, ბოლოს გავაკეთე თვალით და მშვენიერი ძალიან კაი ერთი ზომის ის ცოტა დიდი იქნება, ცოტა პატარა იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა დასვათ პომპონები და როგორ ვამაგრებ პომპონებს და ვარი მაგასაც გაჩვენებთ. ანუ თქვენ სასურველ ადგილზე, აი ძალიან მარტივია, ჩვეულებრივ ყაის ნაყით გამოიყვანთ სამაგრებს მეორე გვერდზე. აი ესე. всё, ამას გაკოჭავთ, აი აქ ჩვეულებრივად გაიკოჭება. აი ესე დარჩება პომპონი ძალიან ლამაზი. მაგრამ ვინაიდან ამას ჩვენ გავრეცხავთ ხოლმე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბავშვი აუცილებლად დაგვიწრის და მე რო გაძვეს და გაიხსნას, მე ამიტომ მე დავაწები აი ცხელი წერტილი. ცხელი წერტილი გავაკეთე, ჩამაგრები, აი ყველაზე მაქვს ცხელი წერტო დასმული. აი ეს არის მიკერებული გვერდი, რომელიც გითხარით რომ განი დამაგრდა. ანუ მე მაქვს განზე დამატებული. აი ნახეთ რომ განი მეტი გამოსულიყო, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის. წინდან არაფერი არ ეტყობა. აი როგორი კაი გამოვიდა. სულ ჯამში გამოვიდა 2,300. ანუ ძაფი 2 კილოზე მეტი მაინც წავიდა. თუ თქვენ ეს არ მოგწონთ, შეგიძლიათ ერთი იგივე იყიდოთ და უკან დააკრათ. მაგრამ ვინაიდან კიდე უფრო დამძიმდება, მე პირადად გადავწყვიტე რომ არ მინდოდა ისედაც ძალიან მომწონს და რაც თავარი ჩემ პრინცესას ძალიან მოიწონა. თუ რაიმე შეკითხვა კიდევ გექნებათ, აუცილებლად პირადში მომწერეთ და კიდევ ყველაფერს კარგად აგიხსნით.